თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას ახალი ბრალდების საქმე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ახალაია თავს დამნაშავედ ართვლის. მან პროცესზე მოითხოვა, რომ საქმე არსებით განხილვაზე არ გადასულიყო, თუმცა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, საქმის წინა სასამართლოს სხდომაზე შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. საქმე ეხება 16 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე ახალაიას მიერ ნათქვამ ფრაზას, თვლი რომ ივანიშვილი არის დასამხობი. ამ განცხადების გამო ბაჩუ ახალაიას პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით ბრალდება წარუდგინა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამ საქმეზე 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბაჩუ ახალაიამ დღევანდელ სხდომაზე სიტყვითაც ისარგებლა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. სასამართლო დავასრულებაში, რომ აბსოლუტურად დაწუნებული ეს პრაქტიკულად შეუძლია. მე როგორც მახსოვს, არავინ არ ისტორიაში გასამართლებული იმის შეიძლება აბსოლუტურად ეს პროცესი მომავალ იმაში და დოკუმენტს მოწმე. არა მე მიმეორებს გამარჯობა. ირონიული პერსპექტივა არ გასამართლე. სხვა განსხვავება უბრალოდ არ დასახობია ნებისმიერი ფორმით და ასეც იქ. არამედ მას შემდეგ დასასამართლებელია ივანიშვილიდან დაცემული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. ჩვენ ცხოვრობ დიქტატურაში, რომ შეიძლება ვთვალოთ ოკუპანტი დიქტატორი, ამავდროულად ვთვალოთ პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომ მას არჩევნებში შესწრებს. ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ყავს. ივანიშვილი პოპულარული ყველა უნდა ყავს. ზოგიერთ ადამიანებს აშინებს ხოლმე, აშინებს ეს ფაზიოლოგია, მაგრამ ძინავში ამას აშიში არ ხედავ. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატორი ეს აზრობა საზოგადოებას ერთადერთი რეაქცია არის სამოქალაქო ჯამში, როცა იქნება როგორც იქნება აღნიშნული სამართალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ განყოფაში უნდა მიიღოს მთელი საქართველოს მონაწილეობა. არანაირი სასამართლოს რეფორმა არ მოხდება, როცა ეს უნდა სასამართლო იმ სასამართლოს მომენტი იარსებს. ფერმობიზე დიდიაბატორი ამ პროცესის დასამართება. აი ჩემი პოზიცია ძალიან მყარია. ამბობენ, აი არჩევნების გზით ჩვენ ხელისუფლებას შევსვით რაცებიან. ამ აი ამ ფრაზეულობით ჩვენ დიდიაბატორები ესაა. თავისი პროცესის ვამბობ დასახობი ეს ასე და ამაზე გამასამართლე. მე გავაკეთებ დაბადების რაც შესაძლებელია. იმ შემთხვევაში შეუძლია წარმოსადგენსაც კი ივანიშვილი დავა. მე მასალაზე სიტყვების სწავლობდი. მე ამისული არ. უარა უკვე ადამიანს არიცეთ საკუთარი ამის გამოხატვის საშუალება. ბაჩუ ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზეცაა ბრალდებული, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსი ამტკიცებს, რომ ახალაია 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. თავად ბაჩუ ახალაია ბრალდებას არც ამ შემთხვევაში ეთანხმება.